აი ხა დღესაც ქართველის პრობლემა რა არის, რომ რაღაც ვიდეოები შემხვდა ბერლინში ხა ამბავი არის პალესტინის თავისუფლება პალესტინას არის აქციები. და პირდაპირ გამოსულია პოლიცია, აი სპეცნაზი კი არა, ცოტა პოლიცია რა, ცოტა ისეთი გამოსულია წარმოიდგინე და ქალებს. მოდი გოგოებს, ქალებს მუშტებს რო პირდაპირ მუშტები უკეთიათ, ზოგადად სპეცნაზ უკეთია, ეგეთი ხელდათმანი, რომელსაც აქ კასტეტები რა, პლასმასები. პირდაპირ სახეში ჩატენვები, წიხლები, მაჯების მომტროვები, ხელების მოტეხები. ანუ მე ამ ვიდეოს ჩამოვყევი, იმდენი ვიდეო შემხვდა, რომ ანუ როგდია და თავზე რო აჭყლიტავენ, აი საშინელი კადრები არის. დღესდღეობით რისი გულისთვის. რომ იძახიან, რომ შეწყდეს გენოციდი პალესტინაში, ბავშვების ხოსვა და აი ეს არის მოთხოვნა. იქ არც რევოლუციას ითხოვს ვიღაცა, არც გადატრიალებას არ ითხოვს. არც რაღაცა მითი არ რადიკალური რაღაც მოთხოვნით არ არის. უბრალოდ აი ეს, ხო? შვიდობის აქცია, რა თქმა უნდა. ეხლა ნახე. მე მაინტერესებს. აი ამ კადრებს ეხლა აუცილებლად ჩვენ გადაცემაში გავუშვათ. უბრალოდ ეს გავუშვათ იმათვის, აი ვინ შემოიყურებს, იმათ დარწმუნებული ვარ, რომ არ ექნებათ, ანუ სადღაც არის ესეთი კადრები, სადღაც ვარდება და ბევრმა ეს არ იცის, ანუ გონიათ, რომ იქ არ ხდება ეგეთი რაღაც, თუნდაც აი მაგას რომ დაინახავს, რომ იქ უარესი ხდება. მიხვდება რომ ნახე, მაგრამ იქ დაჟე იქ თავის მოქალაქეებს და იმათ არ ინდობენ და შენ უცხო მოქალაქე იმ აქციაში. ვაფშე გარიყული ხარ და გაწირული ხარ და აუ საქართველოს მოქალაქეა და გამოგწიონ ახლა ეგ არავის მაგის იმედი არ ქონდეს რა. ხო და ანუ აი ამ ხალხისთვის მინდა ვკითხო რომ მაინტერესებთ აი გერმანელი რო გირტყოთ მუშტს ის მუშტი მოსულა და ანუ მისაღებია და ანუ ქართულს დააწერ რაღაცას თავზე და აგინებდა ოჯახს და ყველა შეურაცხყოფ იმისგან ხელკეტი რომ მოხდება ის არ არის მისაღები. ჩემი აზრით ორივე დასაგმობია, ჩემი აზრით ყველაფერი მსგავსი აქციები არის დასაგმობი და გამოვყიდებას, მაგრამ რა არის მე რომ ხედავ რომ ესეთი სტანდარტი არის მაგდროს და ხედავ რომ დაჟე აქ ნაკლებად ეგრე არ წირავენ ქალს, ეგრე არ ათხოვენ აქ